განვიხილე სისხლის სამართლის ნომერ 090-071-362 საქმე. არკადი შალვაზძე პატარკაციშვილმა ჩაიდინა დანაშაული, შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. მანვე ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს პოლიტიკური თანამდებობის პირის ჯანმრთელობის ხელყოფის მომზადება. არაერთი პოლიტიკოსის სახელია ცნობილი უახლეს ისტორიაში, რომელმაც ყურადღება ხმაურიანი, რევოლუციური მოღვაწეობით მიიპყრო. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარი, 59 წელი. ფიდელ კასტრომ ხალხის მხარდაჭერით დიქტატორი გენერლის, ბატისტას ხელისუფლება შეცვალა. კუბას თავისუფლების კუნძული ეწოდა, თუმცა რევოლუციიდან 50 წლის შემდეგაც კუბელი ადამიანები ამ თავისუფლებისგან თავის დაღწევას ცდილობენ. აღმოსავლეთი აზია, კორეის ნახევარკუნძული. მუხლი მოუდრიკოთ ხალხს, როგორც ზეცას. ეს კორეის რევოლუციის ლიდერის კიმ ერ სენის საყვარელი გამონათქვამია, რომელმაც ჩრდილო კორეაში 1945 წელს ანტიიმპერიალისტური რევოლუცია დაასრულა. მისმა იდეალისტურმა, ეგრეთ წოდებულმა ჩუჩხეს თეორიამ, ჩრდილოეთ კორეა სრული იზოლაციის და ეკონომიკური კატასტროფის პირამდე მიიყვანა. 1969 წელი რევოლუციამ ლიბიას ახალი ლიდერი მოუვლინა. რევოლუცია იხელმძღვანელებს თავისუფლების, ერთიანობის, სოციალური სამართლიანობის და მოქალაქეების თანასწორობის პრინციპებით. განაცხადა რევოლუციის პირველივე დღეს მუამარ კადაფიმ. ლიბიის საზოგადოება დღემდე კადაფის ისლამურ ფილოსოფიურ ტრანსფორმაციებს და მისი გემოვნებით მოწყობილ სამხედრო აღლუმებს ადევნებს თვალს. 21 საუკუნის პირველი რევოლუცია საქართველოში მოხდა. არჩევნების გაყალბების ბრალდებით პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ხელისუფლებიდან გააძევა მისივე პარტიის ახალგაზრდულმა ჯგუფმა, რომელიც მას პრეზიდენტობის ბოლო ვადის ამოწურვის დროს მკვეთრად დაუპირისპირდა. ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა და კიდევ ერთი გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფი, გაერთიანებული დემოკრატები, რომელსაც ზურაბ ჟვანია ხელმძღვანელობდა. დასავლეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები ღიად გამოხატავდნენ, რომ ზურაბ ჟვანიას პოსტსაბჭოური სივრციდან ერთ-ერთ საიმედო პოლიტიკურ პარტნიორად მიიჩნევდნენ. ქართულ რეალობაში ზურაბ ჟვანია იყო პერსონა, რომელიც თავისი პოლიტიკური გავლენით პრეზიდენტ სააკაშვილს რეალური ძალაუფლების საზღვრებს უწესებდა. არასოდეს საქართველოს მთავრობაში ერთ ქალბატონზე მეტი არ ყოფილა არც ერთ პერიოდში. ესეც კარგი არის. მე ვისურვებდი, რომ კიდე მეტი იყოს. მე ვისურვებდი, რომ პრემიერის ქალი ყოფილიყო, მაგრამ რაც არის ეს არის. ასე ჯობია პირდაპირ პრეზიდენტი. ქალის პრეზიდენტობის შესახებ უწყინარ ხუმრობას მალე საკონსტიტუციო ცვლილებები მოჰყვა. ეს ცვლილებები აფართოებდა პრეზიდენტის და ამცირებდა პარლამენტის უფლებამოსილებებს, რომელსაც ჟვანიას პოლიტიკური გუნდის წევრი ნინო ბურჯანაძე ხელმძღვანელობდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ამ ცვლილებების გამო ასეთი განცხადება გაავრცელა. შემოთავაზებულია ეგრეთ წოდებული უპასუხისმგებლო საპრეზიდენტო მმართველობა, სადაც პრეზიდენტი აღჭურვილია მსოფლიოს კონსტიტუციებიდან ამოკრებილი ყველა შესაძლო უფლებით და ამავდროულად იგი თავისუფალია ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. ერთი წლის შემდეგ, 2005 წლის 3 თებერვალს, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია სრულიად მოულოდნელად გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანია უბედური შემთხვევის მსხვერპლი იყო. თუმცა გამოძიების მასალები წინააღმდეგობაში მოდიოდა ამ ვერსიასთან და საქმეში აღმოჩნდა არაერთი მტკიცებულება, რომელიც მის ფალსიფიკაციას ადასტურებდა. პრემიერ-მინისტრის დაღუპვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა აბსოლუტური ძალაუფლება მიიღო. სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო მასობრივი ეკონომიკური და სამართლებრივი ხასიათის ცვლილებები. თითქმის ყოველდღიურად სატელევიზიო კამერების თანდასწრებით აპატიმრებდნენ ცნობილ ბიზნესმენებს.
ახლად შემოღებული ეგრეთ წოდებული საპროცესო შეთანხმებით პროკურატურა აიძულებდა მათ გადაეხადათ მილიონობით ლარი, ასობით მილიონი ირიცხებოდა სრულიად გასაიდუმლოებული ფონდების ანგარიშებზე, რომელთა დამფუძნებელიც გენერალური პროკურორი, თავდაცვის მინისტრი და ზოგიერთი გუბერნატორიც იყო. დაკავებულ პირთა საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლების მასშტაბურობის მიუხედავად პატიმრების რაოდენობა საპყრობილეებში სწრაფი ტემპით იზრდებოდა. თუ შევარდნაძის დროს საპყრობილეებში დაახლოებით 7,000 პატიმარი იყო, სააკაშვილის ხელისუფლებაში პატიმართა რაოდენობამ 24,000 გადააჭარბა. სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები აიძულებდნენ კერძო მესაკუთრეებს უარი ეთქვათ საკუთრებაზე. მოქალაქეებს ართმევდნენ შენობა ნაგებობებს. იმ ბინებში, სადაც ჩატარებულია სარემონტო სამუშაოები, $1,400 კვადრატულ მეტრზე ჩვენი შეთავაზება. არანაირი შემოთავაზება, არაფერი არ ყოფილა. მოდიოდნენ მხოლოდ აი ესე ზეწოლით, მოდიოდნენ აი ესე მუქარით, დაცალეთ სახლით, წადით, ხო აქ ბრძანდება ბატონი ავალიანი, გაქვთ ეს პასუხი. მე მაქვს საჯარო რეესტრი გატარებული დოკუმენტი ამ შენობის კანონიერების საუბარზე შესაბამისი ნახაზი დამტკიცებული 2004 წელს სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში არის დამტკიცებული ეს შენობა ოფიციალურად აშენებული ფინანსი რომელმან დაწირავან დაანგრია სასამართლო გადაწყვეტილებების გარეშე მოქალაქეებს უნგრევდნენ საცხოვრებელ სახლებს. თავშესაფრებიდან მასობრივად ქუჩაში ერეკებოდნენ აფხაზეთიდან ლტოლვილებს, რომლებსაც თავის დროზე ეს თავშესაფარი ხელისუფლებამ გამოუყო. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ღიად პარლამენტის ტრიბუნიდან სამართალდამცველებს დაუნდობლობისკენ მოუწოდა. არანაირი პირობის საჯარო, ყველა ციხეში, ვისაც გააკეთა. სამართალდამცველებმა დაიწყეს სისხლიანი სპეცოპერაციები და მოქალაქეებს ხოცავდნენ პირდაპირ ქუჩებში, ბინებში, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. დიდუბის ეკლესიის წინ პატრულის თანამშრომლებმა დახვრიტეს ხელებაწეული, სრულიად უდანაშაულო 19 წლის ბუტა რობაქიძე, რომელიც ყაჩაღური დაჯგუფების წევრად გამოაცხადეს. 2004 წლის 24 მარტი საჩვენებელი სისასტიკეს სვანეთში, სახლში, სადაც ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ, 1000 ჯარისკაცის და 12 ვერტმფრენის მონაწილეობით ამოხოცეს მამაშვილი აფრასიძეები. სისხლიანი სპეცოპერაციები ტარდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. თუმცა ეს აქციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმატებულ სპეცოპერაციებად იყო ინტერპრეტირებული. სატელევიზიო მედია უძლური იყო ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ, რადგან ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პრეზიდენტმა სააკაშვილმა დახურა დამოუკიდებელი ტელეკომპანიები იბერია, მეცხრე არხი. ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა შეიძინეს რუსთავი 2 და მზე. დაიხურა ყველა პოლიტიკური სატელევიზიო გადაცემა. 2006 წლის 12 თებერვალს ტელეკომპანია იმედის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომ შარდენის ქუჩის ერთ-ერთი რესტორნიდან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კუდის თანამშრომლებმა ოქროყანის სასაფლაოზე გაიტაცეს და მოკლეს სანდრო გირგვლიანი. თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ კუდის თანამშრომლებმა შეასრულეს რესტორანში მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრის ცოლის თაკო სალაღაიას და კუდის უფროსის დათა ახალაიას დაკვეთა, რადგან მოწმეების მონათხრობით ინციდენტი გირგვლიანს იმ სუფრის წევრებთან შეემთხვა, რომელთანაც ისინი ისხდნენ. პოლიციამ დააკავა უშიშროების ის მაღალჩინოსნები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ინციდენტში. თუმცა მართლმსაჯულებამ საბოლოოდ უპასუხოდ დატოვა კითხვა, იყვნენ თუ არა ამ გატაცების დამკვეთები შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე და კუდის დირექტორი. ამ თემით იმედმა ახალი ამბების და ქართული პოლიტიკის რეალური ყოველდღიურობის ასახვა დაიწყო. გაშუქდა ციხის სპეცოპერაცია, რომელზეც საერთაშორისო ორგანიზაციებმა უკიდურესად კრიტიკული დასკვნები გამოაქვეყნეს. იმედის ობიექტივში მოხვდა პრეზიდენტის დაცვის სამსახურის მიერ ნაცემი და დასახიჩრებული ადამიანის ისტორია.
დაიწყო კორტების სისხლიანი სპეცოპერაციის საკითხის გაშუქება. მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდებოდა კერძო მესაკუთრეების დარბევის და მათი ქონების განადგურების კადრები. პირდაპირ ეთერში პოლიტიკურ თოქ-შოუში პოლიტიკოსებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეეფასებინათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ყოველივე ამის შემდეგ ხელისუფლებამ ტელეკომპანია იმედს